პირდაპირ მიაყენეს ვალერია სათიანს ზიანი, როგორი ზიანი თანაც. ეს ზიანი გაცვლილი იყო არა მარტო უბრალოდ დისკრედიტაციაზე კულტურის მინისტრის, არამედ პიროვნულ განადგურებაზე და ეს მოახერხეს. ეს იყო კლასიკური მაგალითია, რა არ უნდა გააკეთოს ჟურნალისტმა, რა არ უნდა იკადროს ჟურნალისტმა და რა წესებით არ უნდა იხელმწიფოს. გადაცემა 60 წუთის ის გადაცემა, რომელიც მომზადა ვალერია სათიანის ისტორიასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, უნივერსიტეტებში უნდა იყოს მაგალითი, რა არ უნდა გააკეთოს ჟურნალისტმა. აი ამისი მაგალითი. ბევრი რამეა ისეთი. კიდევ რა არის? ცილისწამების გარდა ეს ხელისუფლების გარდა მე მახსოვს, როდესაც დავარაშვილი იყო ხო ის ბატონი, რომელიც რუსთავიორის ხელმძღვანელად გაამწესა ხელისუფლებამ. იმ პერიოდში მუშაობდა რუსთავიორში ჩემი მეგობარი ჟურნალისტი. ის წამოვიდა მომენტალურად, როცა დავარაშვილის მოსვლის შემდეგ და წამოვიდა რის შემდეგ, როდესაც დავარაშვილმა ჩაატარა თათბირი, მან გამოცხადა ჟურნალისტებს, რომ ჩვენ უნდა ვაკეთოთ, ეს არის საოცარი ტერმინი, ახლა მისმინეთ. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ოპტიმისტური სიუჟეტები. ამის შემდეგ მოხდა ასეთი რაღაცა. ლოტკინის დასახლება ქვია ხო იმ ადგილს, სადაც ერთ-ერთ კორპუსში არ მოდიოდა წყალი, დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში. გაამწესეს იქ ჟურნალისტი. ახლა უნდა გააკეთო ოპტიმისტური სიუჟეტი. იმაზე რომ 3 კვირა ზაფხულში არ არის წყალი, მაგრამ უნდა გააკეთო ოპტიმისტური სიუჟეტი. ისმის? მოკლედ ეს ადამიანი მივიდა ის ბიჭი, ჟურნალისტი, რომელიღაც იქაურ მაცხოვრებელთან და ძმა ბიჭურად დაუწყო იმის ახსნა, რომ შენ შემოგევლე. მე ხარ ვარ გავაკეთო ოპტიმისტური სიუჟეტი. არ არის ზაფხულში? მე გამაგრები მე ხარ შეგნებულად სახელს დაგვარს ვერ დავასახე. ხო, გასაგებია. სამსახურს კარგავ, შვილი მშიერი მრჩება, ძოლი მშიერი მრჩება. მე ხარ ლოტკინელმა ბიჭმაც კი ბატონო ვიტყვი, მაშინ დადგა და ჩვენ 3 კვირა არ მოგვეწოდება წყალი, ვეზიდებით სადღაც 9 კილომეტრის დისტანციიდან, იმერეთ რა ქვია. მადლობა პატრონს. მაგრამ იმედიანად ვართ, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 3 კვირაში მინიმუმ და გაკეთდა გამოეცხა ეს სიუჟეტი. აი ანალოგიური სიტუაცია იყო ორი დღე. ეს არანაკლები დანაშაულია მე ვფიქრობ ცილისწამებაზე. ირაკლის სახლი რო ჩამოინგრა ორი დღეს წინ ანალოგიური სიტუაცია იყო. მერის წარმომადგენელი დგას კადრში და უცებ ჩამოინგრა და მე აჩვენეს იმ სახლის მობინადრე და თქვა რომ ძალიან დიდი მადლობელი ვართ. მერია აქ არის და ყველაფერს გვეხმარება. თქვენ ჩამონგრევის თემას გავაგრძელებ. როდესაც ჩამოინგრა რუსთავიორის საშინელი უბედურება რომ მოხდა, როდესაც ახალგაზრდები დაიღუპნენ იქ. რომელიღაც ლაივ შოუ იყო ხო? რუსთავიორმა გააკეთა მოსკოვის აკადემია, სადაც დაიღუპა ორი ახალგაზრდა. კი, ჩვენი კოლეგა ჩვენი. რუსთავიორმა გააკეთა მომენტალურად სიუჟეტი, რომ ეს ჩამონგრევა მოხდა იმის გამო, რომ შენობა იყო თავდაპირველადვე ავარიულ მდგომარეობაში. მაგრამ არ იცოდნენ ალბათ. მაგრამ ეს ბუნებრივია, ყველაფერი ხდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ეს სარემონტო სამუშაოები, რომლებსაც ატარებდნენ იმ ტერიტორიაზე, ატარებდა გიგი გუგულავას და მისი მეუღლის ფირმა. ასე კეზერაშვილის და მომენტის სამშენებლო კომპანია და კეზერაშვილის აგრეთვე და მომენტალურად ხელი შეაწმინდეს ვიღაცა პრარაფს. ეგ არის ისეთივე დანაშაული. და უნდა თქვას ეს ჟურნალისტმა? უნდა თქვას. მე თქვენ მოგიყვებით ისტორიას, როგორ ატერორებდა და განაგრძობს ამ ტერორ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილი პირადად და მისი რეჟიმი და ის ხელისუფლება, რომელსაც უზურპირებული აქვს ხელისუფლებაც და ეს ქვეყანაც დღეს. ეს ვითარება ესეთია. ეს ისტორია ეხება ობიექტივს და დაკავშირებულია ტელეკომპანია ალანიასთან. მე მინდა აქედან ტელეკომპანია ალანია ჟურნალისტებს მიმართო და უთხრა, რომ ჩვენ არანაირად არ ვებრძვით და არ ვერჩით ჩვენს კოლეგებს ჟურნალისტებს. მაშინაც კი, როდესაც საპროტესტო აქციებს მართავთ ტელეკომპანია ალანიასთან, ჩვენ გვინდა პირიქით შემოვიერთოთ ალანია ჟურნალისტები და მივახციოთ იმას, რომ დაინტერესდნენ ეს ადამიანები, სად მუშაობენ, ვისთვის წართმეულ სიხშირეზე გადის მათი ტელეკომპანია, რა გარემოში უწევთ საქმიანობა და რამდენჯერმე დავარიგეთ ჩვენი გამოძიება ტელეკომპანია ალანიასთან და სამწუხაროდ ორი ჟურნალისტი დაინტერესდა ამ თემით, გამოგვართვა, წაიკითხა ეს გამოძიება და ალბათ გამოიტანეს დასკვნებით. ისტორია ასეთია. ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ, როგორც უკვე ჩვენ ვთქვით, დაიწყო მედია სივრცის გაკონტროლება
შეიცვალა მესაკუთრეები სხვადასხვა ტელევიზიებში და პირველად რა თქმა უნდა მეტრულ სიხშირეებს მიადგნენ, მეტრული ეს ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი სიხშირეები და ასევე დაიწყო ბრძოლა დეციმეტრული, ანუ თბილისზე მაუწყებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეების წინააღმდეგ. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ძალიან ბევრი მესაკუთრის შეცვლა, შენიც ირაკლი, იმიტომ რომ ჩართული ხარ ამ გამოძიებაში, ნინო ჩემთან ერთად. შეიცვალა 40-ზე მეტ ტელევიზიაში მესაკუთრებია. და 40 ტელევიზია ზოგი მაუწყებლობდა ეთერში გადიოდა, ზოგი ემზადებოდა ეთერში გასასვლელად. მაშინ იმ პერიოდში სხვათა შორის ძალიან დიდი ინტერესი იყო ტელევიზიის გაკეთებული იყო მართლაც თავისუფალი ტელევიზია, არა მხარე ტელევიზია, არამედ თავისუფალი საზოგადოებრივი ტელევიზია. ვრისი განხორციელების საშუალებაც სამწუხაროდ ჩვენ არ მოგვეცა, იმიტომ რომ 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ ტელეკომპანია ობიექტივის დირექტორი დაიბარა დიმიტრი ქიტოშვილმა. დიმიტრი ქიტოშვილი იმ პერიოდში წარმოადგენს ვარდების რევოლუციის ერთ-ერთ სახეს, დიმიტრი ქიტოშვილი უახლოეს პირს, ფავორიტს ამ ხელისუფლებისას და ის ხელმძღვანელობდა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და სხვათა შორის ბატონი დიმიტრი იმისთვის იყო იქ დანიშნული და ხელფას 10-დან 14 ბექაურის ქიტოშვილი. ლარამდე ქონდა ხელფასი. ჩვენი ბიუჯეტიდან, ჩვენი ოჯახების ბიუჯეტიდან, იმიტომ იღებდა რომ შეექმნა კონკურენტული გარემო ტელესაკომუნიკაციო სფეროში. და როგორ იქცეოდა ახლა ჩვენ ვნახოთ დიმიტრი ქიტოშვილი, ის იბარებდა საკუთარ კაბინეტში ამ არხების მესაკუთრეებს, აშანტაჟებდა. ასე დააშანტაჟა ჩვენი ტელეკომპანიის დირექტორი მიხეილ აგლაძე, რომელსაც პირდაპირ უთხრა, ეხლა შენზე აღიძრება სისხლის სამართლის საქმე, მე დავრეკავ ადეიშვილთან, მერაბიშვილის საქმის კურსია, დაგიჭერეთ და მე ვნახოთ ერთი როგორ არ გადმოაფორმებ საკონტროლო პაკეტს. თურმე იგივე ვითარება არის სხვა დანარჩენ ტელეკომპანიებთან და მიმართებაში. და ეს უკვე ჩვენმა გამოძიებამ ცხადყო, როდესაც ჩავერთეთ ჩვენ ჟურნალისტთა კავშირ ობიექტივის გუნდი აი ამ თემის გამოძიებაში. გაჩნდა ახალი მესაკუთრე ტელეკომპანია ობიექტივში, მეგობრებო. და ეს იყო ვინმე დავით კაკაურიძე, 28 წლის თბილისელი, ახალგაზრდა კაცი. ჩემთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანი არის გირგვლიანის მკვლელების უახლოესი მეგობარი, ხშირად სტუმრობს გახმაურებულ საკანს, სადაც ისვენებენ სანდრო გირგვლიანის მკვლელები, თამამად შეგვიძლია ეს ვთქვათ, ისეთ პირობებში უწევთ მათ სასჯელის მოხდა საკურორტო პირობებში. დავით კაკაურიძე, რა თქმა უნდა, ფორმალურად იყო გაფორმებული ჩვენი საკონტროლო პაკეტის 50%-ის მესაკუთრედ. ის მუშაობდა სასტუმრო ვარაში, იყო დაახლოებული და არის დაახლოებული დღევანდელი ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებთან, არის კონტროლირებადი შინაგანსაქმეთა სამინისტროს მხრიდან და ჩვენმა სასამართლომ, რომელიც წესით რეფორმირებულმა სამართლიანობას უნდა ემსახურებოდეს, თურმე ვერ აღმოაჩინა კაკაურიძე ამ პატარა ქვეყანაში, ამ პატარა ქალაქში, სადაც ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, რომ მოეყვანათ სასამართლო პროცესს, როგორც მოსმე. მოსამართლე არის მერაბ ლომიძე. ეგ ლეგენდარული. უნდა ვახსენოთ აუცილებლად. ამის შემდეგ დავით